რატომ დააკავეს ახმედ ჩატაევი, ცნობილი ხდება ლაფაყურის სპეცოპერაციის კიდევ ერთი დეტალი. დოკუ უმაროვის მეგობარი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. ჩეჩენი მებრძოლი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გუშის აღამოს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მოინახულა. უმაროვი დეტალურად იხსენებს მოვლენებს 28 აგვისტოს მას სამართალდამცველები უკავშირდებიან და ტერორისტებთან შუამავლობას თხოვენ. მოლაპარაკებიდან დაბრუნებულს კი როგორც თავადღება სნაიპერის ტყვია ფეხში მოხვდა. დაჭრილი ჩეჩენი მებრძოლი 10 დღის განმავლობაში ტყეში იმალებოდა. მე-11 დღეს კი ქართველ ძალოვანებს ჩაბარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 სექტემბერს ავრცელებს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულია ვინმე ახმედ ჩატაევი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. სამინისტრო იუწყებოდა იმის შესახებაც, რომ დაკავებული დაჭრილი იყო და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ახმედ ჩატაევის ბრალდება ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც იშლება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე. ჩატაევი მის მიმართ აყენებულ ბრალდებას უარყოფს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. გუშინ კი ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჩატაევის გამართლება და გათავისუფლება მოითხოვა. ისინი მისი ინფორმაციით ჩამოვიდნენ თვითონ, ის ახმედ ჩატაევი არ ყოფილა ამ არ გამორიცხავს, რომ ჯგუფის წევრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იყო გარკვეული მოლაპარაკება, მაგრამ ის არ ყოფილა ჩართული ამ მოლაპარაკებაში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ახალგაზრდები აპირებდნენ გადასვლას დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში, მაგრამ ის არ ყოფილა ჩართული ამ ღონისძიებაში, ასე ვთქვათ რა, ანუ კატეგორიულად უარყოფს ამას.